სამწუხაროდ გასული თვის განმავლობაში რუსეთმა სრულად აჩვენა თავისი უპატივცემულობა დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლის მიმართ. მან წამოიწყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დრონებისა და რაკეტების შეტევები უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ. ეს იყო თავდასხმები როგორც სამთავრობო შენობებზე, ისე საცხოვრებელ სახლებზე. დაიბომბა ევროკავშირის ოფისი კიევში, ჩვენი კავშირის სიმბოლო. ევროკავშირისთვის საფრთხეები იზრდება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში რუსეთის შაჰიდის დრონებმა ევროკავშირის საჰაერო სივრცე დაარღვიეს პოლონეთსა და რუმინეთში. ის, ვისაც მშვიდობა სურს, ასე არ იქცევა. ისევ და ისევ პრეზიდენტი პუტინი ესკალაციას იწვევს და საპასუხოდ ევროპას ეწოლას აძლიერებს. სწორედ ამიტომ დღეს სანქციების მე-19 პაკეტს წარმოგიდგენთ, პირველ რიგში ენერგეტიკაზე. რუსეთის საომარი ეკონომიკა წიაღისეული საწვავიდან მიღებული შემოსავლებით იკვებება. ჩვენ ამ შემოსავლების შემცირება გვსურს. ამიტომ ვკრძალავთ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს ევროპულ ბაზრებზე. დროა ონგანი გადავკეტოთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. სანქციებს ვუწესებთ ჩრდილოვანი ფლოტის 118 გემს. ევროკავშირის სანქციების ქვეშ ახლა 560-ზე მეტი გემია. ენერგეტიკული ვაჭრობის მსხვილ კომპანიებს როსტნეფტს და გაზპრომნეტს ახლა ტრანზაქციები სრულად ეკრძალებათ. აქტივები გაეყინებათ სხვა კომპანიებსაც. ახლა მათ წინააღმდეგ მივდივართ, ვინც რუსეთის ომს სანქციების დარღვევით ნავთობის შეძენით აძლიერებს. ჩვენი სამიზნეებია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობმოვაჭრეები, ნავთობქიმიური კომპანიები მესამე ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთში. 3 წლის განმავლობაში რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გაყიდვებით მიღებული შემოსავალი 90%-ზე მეტით შემცირდა. ახლა ამ ეტაპს საბოლოოდ ვხურავთ. გავაგრძელებთ ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ეს სასტიკი ომი დავასრულოთ. ახლა მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს სწრაფად დაამტკიცონ ეს ახალი სანქციები. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთმა ბრძოლის ველი დაატოვოს და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდეს. ეს არის გზა, რათა მშვიდობას რეალური შანსი მივცეთ.